მოგესალმებით მეგობრებო, ვაგრძელებ ჩვენს ვიდეო მიმოხილვებს და ჩვენი შემდეგი სტუმარი არის არა ტაბლეტი, ანუ პლანშეტი, არა მობილური ტელეფონი და ციფრული კამერა, არამედ Sony-ს სათამაშო კონსოლი, ეს არის PSP Vita, რომელიც არის Sony-ს უახლესი კონსოლი, ეს არის ხელის კონსოლი, ანუ მისი შეერთება არ ხდება ტელევიზორზე, არ ხდება მასში დისკების მოთავსება. შესაბამისად, ეს არის ხოლმე პორტაბელური მოწყობილობა და ხდება მასზე ხელით თამაში. PlayStation Vita გამოიყურება შემდეგნაირად. არის საკმაოდ დიდი ზომის, აქვს საკმაოდ დიდი ეკრანი და მასზე ხდება შემდეგნაირად თამაში. ხედავთ როგორ დიზაინი აქვს მას. აღნიშნული კონსოლი აღჭურვილი არის ARM Cortex A9 პროცესორით, რომელსაც გააჩნია 4 ბირთვი. რაც შეეხება ეკრანს, მისი ეკრანის ზომა შეადგენს 5 დიუმს, ხოლო გაფართოება არის 960x554 პიქსელზე. აღნიშნული კონსოლი აღჭურვილი არის ძალიან ბევრი ფუნქციით, როგორც არის მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერა. დიახ, მასში შეგიძლიათ მოვათავსოთ SIM ბარათი და ჩვეულებრივად შეგიძლიათ დაიჭიროთ მესამე თაობის ქსელები. ასევე მას აქვს Wi-Fi, ასევე მას აქვს GPS-ი და ასე შემდეგ. და უამრავი სხვა ფუნქცია, მაგალითად შეგიძლიათ გადაიღოთ მისით ფოტო, ასევე მას აქვს წინა კამერა, სენსორული ეკრანი, რომელიც აღჭურვილია ასევე multi-touch-ით. და ხედავთ თუ როგორ გამოიყურება მისი ეკრანი. მე ახლა აქ გავივალი სხვადასხვა პროცედურებს, რათა მოვახდინო აღნიშნული კონსოლის ჩართვა. სანამ ანუ თავიდან რომ თავთ აღნიშნულ კონსოლს, მასზე არის სხვადასხვა რეკლამა, მე ამას გამოვტოვებ, რათა ვნახოთ თუ რა შედის, ანუ როგორი დიზაინი აქვს და დიზაინის შემავალი ნაწილები. აი ქვედა ხარისხს ხედავთ, რომ აქ აქვს ესეთი დატოვებული სპეციალური გაყოფილება, სადაც არის ეს თქვათ გამოტოვებული არის ანუ დიზაინის ეს ნაწილი, ხედავთ, აქაც და აქაც. ზედა მხარეს აქვს ორი ღილაკი. L და R, ანუ თქვენ მოგაგონებთ, რა თქმა უნდა, Sony-ს ჩვეულებრივი სატელევიზიო კონსოლის ზედა კნოპკებს, ზედა ღილაკებს. აქ არის ჩართავ-გამართავი ღილაკი, ხმის ამწევით ჩამწევი ღილაკები. აი აქ ხდება თამაშის ბარათის მოთავსება. უკან აქვს კამერა, უკანა მხარეს ძალიან ლამაზი არის. აქ არის სპეციალური რეზინები, რათა კარგად მოვახდინოთ მისი დაჭერა. აქ აქვს ორი ჯოისტიკი, PlayStation-ის ღილაკი, სანავიგაციო სისტემა. აქ აქვს Sony-თვის დამახასიათებელი და ცნობილი 4 ღილაკი, სამკუთხედი, მრგვალი, X და 4კუთხედი. აქ არის მეორე კამერა, ჯოისტიკები როგორც აღნიშნეს და Select და Start ღილაკები. აქ არის მარცხნივ და მარჯვნივ განლაგებული 2 ცალი სპიკერი. ქვედა მხარეს აქვს ესე იგი სპეციალური პორტი, 3.5 მმ-იანი ჯეკი. აქ ხდება მეხსიერების ბარათის მოთავსება, ანუ ამას შეგიძლიათ მოსავსოთ ჩვეულებრივი თამაშები, რომელიც არის სპეციალურ კარტაზე, ეს თქვა ჩაწერილი, SIM ბარათი შეგიძლიათ მოსავსოთ და მეხსიერების ბარათი. თავად ხედავთ როგორ გამოიყურება მენიუ. მენიუ გაფორმებული არის მუსიკალურად, რაც შესანიშნავ განწყობას უქმნის მომხმარებელს, ვისაც უჭირავს აღნიშნული კონსოლი. და აქ არის უამრავი სხვადასხვა განყოფილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ. შევიდეთ პარამეტრებში. შესანიშნავი ხმებით არის გაფორმებული მართლაც აღნიშნული კონსოლის შიდა ინტერფეისი. მე შევალ Wi-Fi ქსელში, დავუკავშირდები უკაბელო ქსელს, რათა რა თქმა უნდა ჩვენ სამწუხაროდ დღეს ვერ მოვახდენთ PSP Vita-ს თამაშების დემონსტრირებას, მაგრამ მე აუცილებლად ამ ვიდეოზე მივაბავ სხვადასხვა ბმულებს, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ თუ როგორი ტიპის თამაშები არის აღნიშნულ კონსოლზე, დაბეჭდებით რომ გრაფიკა და ზოგადად თამაშის სტილი გაგაოცებთ ნამდვილად ძალიან მაგარი თამაშები არის მართლაც ამ აღნიშნულ კონსოლზე. მე ახლა დროებით მოვაშორებ ეკრანს კონსოლს, რათა შევყვანო უკაბელო ქსელის კოდი და შემდეგ გავაგრძელებთ ჩვენს მიმოხილვას.
უკაბელო ქსელი დაუკავშირდა Wi-Fi-ს, აი ერთი ღილაკით შეგიძლიათ დაბრუნდეთ თავარ მენიუში. აქ სხვადასხვა ჰინტებს გვეუბნება. თქვენ ანუ აღნიშნული კონსოლიდან შეგიძლიათ არა მარტო თამაში, არამედ შეგიძლიათ მოусმინოთ მუსიკას. ამჯერად ტელეფონში არ არის აღნიშნულ კონსოლში არ არის მეხსიერების ბარათი, შესაბამისად არ გვაქვს ჩვენი მუსიკა, მაგრამ თავისუფლად შეგიძლიათ media player-ის საშუალებით მოусმინოთ მუსიკას, უყუროთ ვიდეოებს. და ზედამხარეს არის კამერა. კამერაც მე ჭიმეპარება ხარ ჩაერთოს, ვინაიდან მასში არ არის მეხსიერების ბარათი. როგორც აღნიშნე, მასში არ არის მეხსიერების ბარათი და ვერ ჩავთავთ სამწუხაროდ კამერას, მაგრამ შეგიძლიათ თავისუფლად გადაიღოთ ფოტოები და ვიდეოები თქვენი სურვილისამებრ. ასევე შეგვიძლიათ შეხვიდეთ ინტერნეტში, ბრაუზერი აქვს ჩვეულებრივი, რომელიც დემონსტრირებას მე მოვახდენ. აი ჩვენ უკვე აკრეფილი გვაქვს აქ ჩვენი ვებგვერდი zoomer.g. თავად ხედავთ, რომ აღნიშნული კონსოლი ხა ტვირთავს ჩვენ საიტს. ვინაიდან ეს არის მხოლოდ ანუ ამ კონსოლის მთავარი ფუნქცია არის ის, რომ მაქსიმალური სიამოვნება მოგანიჭოთ შესანიშნავი გრაფიკით და შესანიშნავი თამაშებით, შესაბამისად ბრაუზერი არ არის უსწრაფესი, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენ დაათვალიეროთ საიტები, მაგალითად Zoomer-ის საიტზე ჩვენ შევედით, სად მუშაობს multitouch-ი და აი ოდნავი შეფერხებაც კი არ არის, როდესაც ჩვენ ვახდენთ multitouch-ის დემონსტრირებას, რაც ძალიან სასიამოვნო არის. აქ ჩვეულებრივად მუშაობს Java, მაგალითად შეგიძლიათ დაათვალიეროთ სხვადასხვა გაყოფილება. სამწუხაროდ ქართულ ფონტს საერთოდ ვერ აღიქვავს აღნიშნული მოდელი, თუმცა არ მგონია ეს ძალიან დიდი პრობლემა იყოს. დაუბრუნდეთ თავარ მენიუს. პრინციპში ეს იყო სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახდენთ დღეს თამაშების დემონსტრირებას, თუმცა როგორც უკვე შეგპირდით, აღნიშნული კონსოლის ვიდეო მიმხილოს ჩვენ მივაბავთ აუცილებლად YouTube-ის სხვა ვიდეოების ბმულებს, სადაც იქნება თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ როგორ ტიპის თამაშები არის. აღნიშნული კონსოლს აქვს მართლაც შესანიშნავი ფასი, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ ჩვენ საიტზე zoomer.g. დღესთვის სულ ეს იყო პრინციპში, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე.